დღეს თბილისში ვარშავადან 25 დეპორტირებულ ქართველს ელოდებიან ჩარტერული რეისი საერთაშორისო აეროპორტში 18 საათზე დაეშვება. ქართველები რამდენიმე კვირის წინ დააკავეს პოლონეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა მათ მბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და პოლონეთი გერმანიის მიმართულებით მიმავალი მატარებლის გადაცემა წაუყენეს. დაკავებულებმა რამდენიმე ღამე მიმღებ გამანაწილებელ ბანაკში გაათენეს. დეპორტირებულებს შორის უმრავლესობა მამაკაცია. დახურულ ბანაკში ჯერ ისევ რჩება 23 ქართველი, რომლებიც დევნილი სტატუსის მინიჭებას ელოდებიან. სადეპორტაციო რეისი შესრულდება 13 იანვარს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ამჯერად დეპორტირებული იქნება 24 საქართველოს მოქალაქე. დეპორტაციამდე ისინი განთავსებულნი იყვნენ სპეციალურ სადეპორტაციო ბანაკებში. ამ 24 მოქალაქეში უმრავლესობა არიან მამაკაცები. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად ყოფნის გამო იყვნენ დაკავებული პოლონეთის ტერიტორიაზე.